ეს ჩვენ გადავიღებთ ციფრის დეტექტორის ცალკეულ ეპიზოდს, რადგან ძალიან დიდი მოთხოვნა იყო ჩვენი მაყურებლის მიერ. პირველი ამ სკამზე მოთავსდება ნიკოლოზ ვასაძე. სალამი ყველას. გამწურავები იქნებიან გიორგი ჭყონია და თორნიკე ჭყონია. თითოეულს დაგვესმევა 5-5 შეკითხვა. აქედან 4 იქნება ჩვენს მიერ დასმული, 1 ჩვენი გამომწერის მიერ დასმული. ნიკა შეერთებულია უკვე ციფრის აპარატზე. მოდი გავტესტოთ დეტექტორი. ვინ არის ჩვენი წარმომადგენელი? ჩვენი წარმომდგენი გახლავთ ბეთლაივი. ნახოთ აბა. ორი ეს ოხერი, ერთი სწორი პასუხი აქვს. დაავღელავ ბიჭებო. ნიკა მზად ხარ? ძალიან ნერვიულობ, იმიტომ რომ ვიცი თქვენი ორი ერთად როგორი ლახრწები ხართ. იატანა. და აი ძალიან არ მინდა რომ გავიარო ეგ ხარციცხლი. მოდი მაშინ თორნიკე დაგისვენს პირველ შეკითხვას. არა რა გთხოვ. ნიკოლოზ მოიმზადე. შეგახსენებ რომ შეკითხვაზე აუცილებლად უნდა გასცე პასუხი. ან ერთი, ან მეორე. მიდი ჰა. ნიკა პირველი შეკითხვა ასეთია. ძმებ გიორგიში და თორნიკეში. რომელი უფრო გიყვარს? ასისულელია. რა კითხვა შეჩემა. ორივე მიყვარს ძალიან. დიდი უფრო გიყვარს მამიკოს პრინციპი არის, ანუ? დიახ. ორივე ძმა ჭყონია ძალიან მიყვარს. არ არსებობს ეგეთი. ხო და შეიძლება სისწრე იყოს. აფიქსირებ მაგას. ორივე თანაბრად? თანაბრად აი ზუსტად მე გარჩევ. აი დაველოდე. Ясны. რა სისულელეა. Shit, შატლანო, shit. ბიჭო, რა სისულელეა, არ დაიჯერო. დამპალი. რომელია? ვინ იქნება? ყოველს ფავორიტი შეიქით. იმიტომ რომ თქვენ სულ ერთად დაძრობით ხოლმე რაღაცეებში. ბიჭებო, მოდუნდით. უილია ეს. აპარატი არის გაფუჭებული, დამიჯერეთ. ორივე მიყვარხართ ერთნაირად. თქვენ ხართ ჩემი ძმები. აი, არა უშავს. კაორია რა გითხარით, რას გძნობ, ეგ უკვე მეორე საკითხი არის. მე გამიხარდა რომ შენ გაგვათანაბრე შენ კამერის წინ. გიორგი, შენთან მაქვს ისეთი კითხვა. და მაინტერესებს როგორ დაწე მარტივი ძველი. ხო იცი შენ. აბა ისე ღელა რომ შეიძლება სწორ პასუხზეც ამოაგდოს. აჰა. არა ეგ არ ხდება. თავს იწვევს. გუგა, ესეთი კითხვა მაქვს შენთან. ჰანგრიმენის თანხიდან რომელსაც წლები მართავდი. დაუკითხავთ თანხა აგიღია? არასოდეს. არა მაინც რას გულისხმობთ ეხლა დაუკითხავთ? ანუ ისე აგიღია რომ ჩვენ არ ფული ვიცოდეთ. მომიპარია თუ არა? ბიჭო, შეიძლება დაგიბრუნებიო. ფული ამიღია, მიყიდია რაღაც აპარატი თქვა. ისე რომ ჩვენ არ ვიცოდით, ფული ანგარიშიდან თუ გამქრალა. მგონი არა. მართლა არ მახსენდება. ამას აპარატი გაიხსენებს. არა. არა. ნუ არსებობს ბიჭებო. მაგრამ ეწყენება დედასთვის ეს. ბიჭო, ერთადერთი იმაზე დავფიქრდი ხა, ნუ მე კითხვის არსი კარგად ვიგავ. თუ მოპარვას გულისხმობდით, მაგაზე რა თქმა უნდა, ეგ მიგულისხმა იდეაში. რაღაც შევიძლია ტექნიკა ჩვენთვის, რომელიც ან შენთვის და დააბრუნე მე ეგეთ მოსულა. ხო, ანუ ფული გადავიტანე, მე დავაბრუნე, ეგრე მიქნე. კი ბატონო. მე ისედაც დარწმუნებული ვიყავი შენში, მაგრამ მაინც მინდოდა რომ დარწმუნებული ვიყავი ჩემში. თორნიკე, შენ უკვე ნამეცადინები ხარ ამ საქმეში და ამიტომ რას ფიქრობ? ახლა უფრო გამიჭირდება, იმიტომ რომ უკეთესად ხართ მომზადებულები, ვიდრე წინასასჯელის დროს. ნახოთ, ამას გადაწყვეტს ნიკას პირველი შეკითხვა. კი ბატონო, ლაითა დავიწყო თორნიკე. მიყვარს ლაითი. ესეთი კითხვა მაქვს შენთან. ძალიან მარტივი. მე ვიცი რომ ზოგადად შენ ბრენდული სამოსის მოყვარული ადამიანი ხარ. ჩემი არ იყოს. მე მაინტერესებს. ბრენდის რეპლიკა, როგორც ორიგინალად გაგესაღებია? არასდროს. რატოს არასდროს არ ჩავეც. რატო გვატყუე? არასდროს. არა? ზუსტად ვიცი და მაგასაც გეტყვით მე არ მინდა ისე გამომივიდეს რაღაც. ჩვენ ნახოთ. არა. სუბუქი დავიწყე. ბიჭო, რისი თქმა მინდა? ეს ალბათ დიდობაში, ხო? ხო, აბა ეხლა რომ მაცმევდნენ, ბიჭო, მე არ მაქვს არანაირი გართულება, მაგრამ ჩემი ისა მაქვს რა, ანუ შეხედულება რომ სიტყვაზე რომ ჩავისო ვერსაჩეს რაღაცა მაისური ფეიკი მირჩევნია რომ მეცოს ვაფშე არაბრენდული საერთოდ
არა ერთხელ გამიკეთები თუ გიხდება ადამიანს შვენიერ просто ეგ მუღამი არ მაქვს რა აი ვერსაჩი და ჭყუიალები და ფილიპ ლეინის ეს სარკეები და რაღაცები მარტო ფილიპ ლეინზე არა აი ნიუ ბალანსის ფეიკი ბოტასი ნიუ ბალანსი რაღაც უნდა ფეიკი უბრალოდ არ მეყვარს სექტორი ჩოლება აი ჩოლების ნობი ხარ კაი გავაგზავნე ჩოლება ჩავიცი მე გასაგებია თქო მოჭკუები და რა მოდი მე დაგისვამ შემდეგ შეკითხვას გისმენგიო შენი აზრით გაცილებით მეტჯერ ვის უქნია შემდეგი რამ გირეკავ ტელეფონზე იღებ ტელეფონს მასაილენტებ და იძდებ ჯიბეში ჩვენ სამში ძალიან ბევრჯერ თქვა გულწრფელად მე რატო ხოდა რატო გეტყვი ბიჭო აი ჩვენ როგორ რეჟიმში ვცხოვრობთ რა დღე და ღამე სულ ერთმანეთთან გვაქვს ანუ ნახულობთ ანუ წერთ ან ეს და ეხლა რაღაცა მომენტში ხო აი არის რომ რაღაცა პირადი საქმეს მაქვს და აი უბრალოდ შეიძლება რომ იმწავს არ მეცალოს და ცოტა ხანში გადაურეკო და ეგ ძირითადად ეგ პროცესები მიდის სწორედ ერთი სული გაკოდის გადამოვა მე შენი გადმორეკილი ჩემი ძმები ხარ ისე სხვათა შორის ხო არის რომ თუ ამოკლეთ კი ბატონო ეგ არის აზრი არ აქვს გასაგებია შემდეგი შეკითხვა ცოტა უფრო გართულდა მინდა გითხრა და სულ სამ სიტყვიანია გუგა ხვდები რომ ცუდი მენეჯერი ხარ ხვდები აბა ბიჭო ეს უნდა გავცი იაზრებ ანუ ვარ თონიკეთვლის ვარ და იაზრებ მე ვიაზრებ თუ არა მაგას მეუნება მაგას კი ვერ არის არა ვერ უბრალოდ ვერ ხვდები და იმახვედრე რა გუგა ხვდები რა თუ არა ქვი მაშკაცურად რა პრობლემა ხა ყველაფერში ნიჭიერი კი არ უნდა ტიკტოკში მაგარი ხარ კაპელაში მაგარია სიმღერაში მაგარია თქვენ გწოდიათ და მიმახვილეთ არა შეიძლება რაღაც საკითხებზე არ გამომდის რაღაცა კონკრეტული მიმართულებით მენეჯერული სკილები არ მაქვს აი ეს არის მაგარი მენეჯერია მაგრამ მარტო ეგ არის რაღაცეები ალბათ მაინც გამომდის ხო რაღაც მენეჯერული რაღაც განხრა შეიძლება იყოს სადაც შეიძლება სისუსტე მაქვს ჩემი ძმა ხარ გუგა რა იყიდე ბიჭო ეს შეკითხვა ეს კი არ არის თამაშია რა ბიჭო რა მეცინება არა წითელი ცუდი ფორმაზე მეცინება ანუ თვითონ და მეუნება ხახს ეუნება რომ მიმართა რომ ხახო ხდება ეს თორნიკე ალბათ გახსოვს რომ შენ ერთი პერიოდი თმები შეიღებე ქერა ფრად ხო ქერად მე მახსოვს გუგა მე მახსოვს კომენტარებში ბულინგის გამო დააბრუნე შავფერზე თმები ძალიან არ მომწონდა მე თვითონაც აი საშინელება იყო და არა პასუხი რომ დააჩქარა ეს პროცესი კომენტარების დამსახურებაც არის და მადლობა ხალხს ამისათვის და თორნიკე ხალხში დაეწერა რომ ვაჰ თოკო რა სიმპათიური ხარ გიხდება მაგარები არ დავიჯერებდი მაინც დავაბრუნებ არ ამგონი ეხლა კომენტარების ბულინგმა იმოქმედა რომ შავად გადაიღებენ მეორე დღეს ცალსახა გეტყვით რა თან რა არაფერი არ არის ის რაც გავაკეთე მე იმიტომ კი რომ იმიჯი შემეცვალა და ისე რაღაც გამოწვევა მქონდა ჩემ თავთან და სირთულეები მქონდა მაგ დროს და ამით გოგული გადავაყოლე უთელი ფერი აი გოგოები რო თმებს იჭრიან და ხო ის ახალ ცხოვრებას იწყებენ ესე დაიწყო ალბათ ახალი ცხოვრება თორნიკე ანუ სირთულეები ქონდა თმაში იყარე ჯავრი ქვედა სართულშიც თუ შეიღებე თუ უბრალოდ ხოლოდ თმას კარგი აღარ გვინდა ბიჭო გავიწურე აღარ შემიძლია სულ ახლა ხანს ჩვენმა თანამშრომელმა უსაყვარლესმა მეგობარმა
და მართლა შაქარმა და თაფლმა ადამიანმა ყველას უსაყვარელმა ადამიანმა შოთამ სამწუხაროდ პატარა სიმთვრალეში მოიტეხა ხელი. აუ ეგ როგორ მეწყინა მე? ხოლო რამდენიმე წლის წინ შენმა ძაღლმა მოიტეხა ფეხი. რომლის მოტეხვა უფრო გეწყინა? შოთასი თუ ძაღლის? შოთას არ გავარტყი. ეხა ფიქრობ გულში. ხო, გავცეთ. ეს კითხვა როგორ მოიფიქრა რა ხდება? რომლის კიდურის მოტეხვა უფრო გეწყინა? ბიჭო, იმ პატარა ჯვალუკასი რომელიც სამ წამში შეუხორცდებოდა შენ ძაღლს? მე გეტყვი. თუ შოთას გულწრფელად ბებერი ჯვალი რომელიც 4 თვეში შეხორცდება. გულწრფელად გიპასო, ხო? პასუხი. ბიჭო, ჩემი ძაღლის მოტეხვა იყო ბევრად ძალიან სერიოზული იყო რა. რაც ეს შოთას ამას პატარაზე აქ არაფერი ისე. არა, ვაჩვენოთ შოთას. კადრში ვაჩვენოთ თუ შე. ხო, ლაითად არის კი. ბიჭო, თან იმ ძაღლის შემთხვევაში ჩემი ბრალი იყო რომ ყურადღება ვერ მივაქციე რა. მოდი ძაღლს მოვყობთ. მოდი პასუხი და მაგას ძაღლს გავცემ. ახოთ აბასორი პასუხი. იქნებ ძაღლს არ უნდა რომ აწყენინოს და იტყუება. შეიძლება, არც ეგ არ არის გამო. არა, იცის რომ ძაღლი ვერ უყურებს YouTube-ს. ეჭვიც არ მეპარება და შოთა ფეხებზე კიდიშ. ვაფშე არ მკიდია ჩემი ძმა და მაგრამ შოთას კიდური. აი ერთ კვირაში ჩვეულებრივად ჩიტივით იქნება და ჩემო ძაღლმა დღემდე შენ აიციოს აერში. ზოგადად ძაღლები უფრო მეწოდებიან ვიდრე ადამიანები რა. ზოგადად. ანუ რომ მომკვდარიყო შენი ძაღლი თუ შოთა ძაღლი სიკვდილის შემთხვევაში უკვე სხვანაირად. ძაღლი არის უსუსური არსება, თავის თავს ვერ პატრონობს, შენზეა დამოკიდებული და ამიტომ, თორე შოთა ჩემი ძმაა და ეხლა რომ მითხრა რომელი გირჩევნია რომ აღარ ყავდეს, რა თქმა უნდა შოთას აუჩევს. როგორ გეკითხა შოთას კიდურს ნაგირად შენ მოგეტოხა ჯგუფია რას პასუხები? გმირულად. ბიჭო მე დედას ვეცავა, ვიდრე ძაღლს. ძაღლს არა. შოთას. არა გასა შოთას. კიდე კაი მარჯვენა არ მოიტეხა შოთა. კარგი, მოდი გუგას აქვს. თორე დაიღუპებოდა. გუგა, შენთან მაქვს ესეთი კითხვა, რომელიც ძალიან მაინტერესებს. ხო, ხვდები რომ შენ ეს დამისი მიდი და თუ ვერ ხვდები. იაზრე. ხო მიცი რომ ესე უნდა. გუგა, უკაცრავად ბოდიში ბატონთან. აი დაფიქრდი კარგად და ისე უპასუხე. იმიტომ რომ ეს კითხვა ბევრს აინტერესებს. კაკოს დაბრუნება გაგიხარდებოდა? თუ პროსტა ჩავა. არა, ერუდან ჩამოსვლაზე არ მაქვს საუბარი. აი ჰანგრი მენში რომ დაბრუნებული. არა. ახსნი რატო? რა ფერს არ ახსნი აქ მორჩა გადაცემა. რა გვიხსნა გუგა? ახსნა უნდა. მე ვფიქრობ რომ კაკო ეხა თავის საქმეში და ჩვენ საქმეში კაკო თავის მიმართულებით ძალიან კარგად აკეთებს თავის საქმეს და ძალიან წარმატებული სვლა აქვს და იზრდება და იზრდება. მისი ციფრები, გამომწერები და ნახვები ჩვენ საქმეს ვაკეთებთ და ორივე ჩვენივად მივდივართ და ჩემი აზრით არ ღირს ამ გზებიდან გადახვევა. გაიხარი. კარგად. არა, მართლა ესე ვამბობ, თორე კაკო მოვიდეს, ჩავეხუტები და თუ ჩემთვის კი აქვს. ხინკალს და არახს სიამოვნებით ვიახლები კაკოსთან ერთად. ერთი კვირა გადამულიც კი შემილია, თუ თავს მიურჩიან ყველაფერს. კაუნტერს კითხოს გისვამ? გისმენთ ნიგუში. მოდი წავიკითხავ. გიორგი 13 წერს. შენი ფიქრები რომ ხმამაღლა ისმოდეს, დააგრჩებოდა თუ არა ერთ მეგობარზე მეტი? დამრჩებოდა. მე რო არ ვიქნებოდი ამის მეგობარი ზუსტად ვიცი. რატო? რა, ჩემზე რასაც ფიქრობ ეგ ხმამაღლა გეტყვი. ვინ დაგრჩებოდა შენი აზრით? კონკრეტულად. ანუ ყველა ჩვეულებრივ ადგილზე შენარჩუნდებოდა. ძალიან მეჭვება.
შევახსოვთ მაყურებელს, გუგას დარჩა ერთი შეკითხვა და ამის შემდეგ იქნება გამომწერის შეკითხვა. მოდი დავუსვათ შენი შეკითხვა. ნიკა, მოდი ცოტა გავასერიოზულებ შეკითხვას და გიკითხავ ცოტა მართლა თუ პასაცემს. კი ბატონო. გუგასგან ნაკლებად მეშინია, ვიცი რომ მაინც არ გამწირავს ბოლომდე. შეგშურებია თუ არა? ახე რა. რომელიმე იუთუბერის ნახვების ან შედეგების კარგ შედეგს უდემს. ბიჭო. არა. შურით არ შემშურებია. გულით? არა, პასუხს გავცემ და მე რა ახსნი. აი, მეგონი ახსნა აღარ დაგჭირდებოდო. არა, 1000-ს არ მართლა არ შემშურებია. ნიგა, ძალიან დარწმუნებული. არ შემიცვალა წარმოდგენები ძალიან. რა თქმა უნდა. ბიჭო, რა არის, როცა ადამიანი შრომობს და შედეგს დებს, ხო, ამ შრომის შესაბამის ძალიან დასაფასებელია და პირიქით მის სიამოვნებს და мотиваციაა ჩემთვის რომ მეც რაღაც ხანერად და გავამჯობო. ალბათ კეთილი შურით თუ შეგშურდებოდა. კეთილი შური ამდენი ძმა. აუ როგორ დადო ამან ხა მეც უნდა დავდო ესე შეიძლება. ეგ შეიძლება ხო, ჯანსაღი კონკურენცია მოსულა. ეგ არ არის შური. გუგა, გითხარ? შენი ყბის ზომის ბულინგის გამო სტრესი მიგიღია? შეაია. არ სტრესია, ყვირესი, არა. არა, ბიჭო. ბიჭო, სტრესი არა, მაგრამ შეიძლება ბავშვობაში შეიძლება რაღაც გაგიტყდომოდა წამიერად. რანაირი კითხვის მისო თორნიკე, ანუ შენმა ბულინგებ და გინდა რომ ეხა სტრესი სამყარო. ნახოთ ახლა. ანუ მაგას ჩალიჩობს ეხა შეიძლება ამეკითხოს ამ პროცესში. ამას იმიტომ რომ ნახავს 400.000 კაც. ოჩა გუგა. ბრავო. WW bro. ანუ შენ ფიქრობ რომ დასაბულინგებელი მასალა ვარ? სანგემენი იუმორისტული გადაცემა შეგახსენებთ მეგობრებო, ვინც არიცით? მე ავხსნი თუ გინდა რატომ არა? არა ავხსნი. განსაგებია ისედაც, იმიტომ რომ ყბაზე კიდია ეგ ვინ რა სიტყვის. ხომ გამკლავდა ხო? კიდე დამაბულინგა ხო? ვარა კაი იყო მომწოდა. ტიპა დატოვა კითხვა ესეთი თუ. ოიცა ბიჭებო. აი ხადას. თორნიკე, ესეთი კითხვა მაქვს, რომელსაც გუგა ვერ გისვამს და მე გადმომება რა. თუ ეს მოგეყენო შეურაცხყოფა რა თქმა უნდა. მე არა, შენ მოგეყენება შეურაცხყოფა ერთ-ერთის მიერ. ხო იცი, აი ზოგადად ესეთი კითხვები არის, აი დედას და მამას შორის ვერ ასხვავებენ, აი ეგეთი სტანდარტული კითხვაა და მე მაინტერესებს შენთან რომელი ბებია უფრო გიყვარს? ქალბატონი დალიკოკა, უსაყვარლესი, თუ ქალბატონი ლიანა. ასევე უსაყვარლესი ქალბატონი. დადებულობას მიგიწევ. აი ბებიებს შორის აი რომელს ამოიჩევთ? აი რომელზე გინდა თქვა? ორივე უსაყვარლესი ბიჭო. რომელსაც არ უნდა აიჩიოს ორივე შემთხვევაში ძალიან სულ. ვასამ ხო აიჩა ორივე ჭონიებს შორის. მეც ორივეს ვირჩევ ბებიებს. აი ნახოთ. ნახოთ პასუხი. პასუხი ცხადია ბიჭებო. თორნიკე. აქ ცხენია. სისულელე. ბიბის განსხვავება აღარ გამიგია რა. სისულელე. არა ბიჭო, რა რჯულის კაცი ხარ. გადაცემაში მომიყვანე. თორნიკე გითხარი ხა რეალურად გაგვაგებინე. რეალურად გითხას ამ ბატონმა. მადლობა თორნიკე. ყოჩა გულთბილი და გულწრფელი პასუხისთვის. და არა, არ იყო გულწრფელი პასუხი. არ იყო, მაგრამ ნუ ეგონა რომ გულწრფელი იყო ეთყობა. არა მგონია, თავიდანვე იცოდა. და არა ცხენია. ასისულელე. მოდი რა. ნიკა, ეხლა თორნიკე დაგისვავს გამომწერის შეკითხვას, რომელიც Instagram-ზე ჩვენმა გამომწერება გამოგვიზამის ვარიანტები, ასე YouTube-ზეც, Shorts-ზე და იქიდან აირჩა თორნიკეს მიერ ეს კითხვა. ნიკა Hungry Man-ში AI-ის მიერ
შედგენილი იდეა. შენ საკუთარ იდეად გაგისაღებია? დაფიქრდა. ბიჭო, იმიტომ რომ გეტყვი. გუშინ გავასაღე? ხშირად მუშაობ, აი ვიტყვი გეპასობს ხო? ნიკა ცოტა რომ უფრო დაგძაბო. იყოფა თუ კიდე გინდა? კი. მაგარი რამე მოვიფიქრე. აი ეგრე არა. კი. პა, განათდა. აუ ბიჭო, გუშინ მთელი დღე ვიფიქრობდი რა და ძლივს რაღაც შედეგი დავდე მაგარი. ოი. გულის ცემა მოიმატა უხედავი. მაგარი ნიჭიერი კაცი კი იყავი. გეტყვით. ზოგადად ანუ სცენარებზე რომ მუშაობთ, მაგ დროს რა თქმა უნდა, AI-ისთანაც აქტიურად მიდის რაღაც იდეების გაფილტრვა და ძალიან მარტივი იდეები რაც არის ChatGPT-ს პირდაპირ წერს, მაქედან მე შეიძლება რაღაცა იდეები მოიფიქრო და გაგეხსნას. და რაღაცა წამიკითხავს და მithქვამს რომ აუ რა საინტერესოა ბიჭებო, მოდი ესე ხო არ გავაკეთოთ. просто არ დამიკონკრეტებია რომ ეხა ChatGPT-ს დაწერილია, თქვი რომ აი პირდაპირ ესე ხო არ გავაკეთოთ რა და ეხა ეგ რა ვიცი თუ ითვლება კი ბატონო. გავიგებ. ხოჩახ ნიკო. ხოჩახ? შედარებით ნორმალურად არც ისე ნაგავი ხარ. არც ისე ნაგავი ვარ. ეგ ისედაც ვიცოდი. საშუალო დონის ისე ხარ და ნაგავსაყრელი. კი ბატონო, მორზა. ანუ სუფთად შეკრული პარკი როა, ხო ის ნაგვის. აი ხარ და არა ის გადმონაშთები არა. ქერქები ვარ ბანანის. დებული გარედან ეგეთი არის. ეგეთი არის. აკურატულად შეკრული ნაგვის პარკი. შავი. ფენაცვალეთ ბიჭო. აი მაქსიმალში. დავდონ. გამომწერის კითხვა იყო ესეთი, რომელსაც პრინციპში მეც დაგისვავდი სიამოვნებით. ბიჭო, დამის შენს თუ გაიმეორე მეორე ჯერ და ორივე იქნება. გაგითიშია თუ არა ტელეფონი, როდესაც ვასას ბებია გირეკავდა. არა გამითიშია? იგნორი თუ გაგიკეთებია გაგითიშია არა გიგია. დაუთმატე თუ. ერთხელ არ მეტჯერ. გინდა რა საწურინებ? ორი მაინც რა. აწურინებს ტიპი. კი. კი. ემ ბიჭო ბებიაჩებს ტელეფონს როგორ არ უხდით. ირაბებო აგიხსნით ერთი. ირაბებო ყველაფერი გასაგებია მე მგონი. არა, აღხსნი. აქ უეჭველი კი იქნება, რავი, რა უნდა იყოს ახლა. არა იყოს გთხოვ წითელი. ბიჭო ბებიაჩებს ტელეფონს როგორ არ უხდით. ალბათ როგორია ეს მართლა როგორია. გადაღება ქონდა. შუა გადაღების პროცესი იყო ერთადერთი მიზეზი. ой, ისე შეჭეგეს. აბა სხვა რატო არ უნდა? იაბებო, ამათ რა ნუ უსმენ თქვენ ახლა წრემლი არ დამანახო. ეს არის შეისრუტე ეგ წრემლი უკან. კნარი სიმართლე მე რაც ვთქვი. გადაღების პროცესში ყოფილა მართლა ვაღიარებ რომ იაბებო ვერ გიპასუხებ, ჩემ თავთან დაჟე გამწყდომია რა. ენაცვალე. მოკითხვა აქედან ირაბებია. ეხლა გგონია რომ დარეკავს აი ამ ვიდეოს სანამ დასრულდება. არ დაამთავრეთ, ბებია. შენ აქ მოხვალ, თუ წახვალ იქით. კარგი იყავი ძალიან, მადლობა გუგა ამ გამოწვევებისთვის, რომ ესე მართლა თავაწეული და ყმაწეული შეხვდი, თუ შეიძლება რომ თორნიკეს. ამა დეღა დავერევი. კარგი, თორნიკე. ჩემგან და გუგასგან. რომელ ადამიანს გაუშვებდი ჰანგრევენით? არც ერთს. არც ერთს. არა, უნდა გავუშვე ერთ-ერთი. აუცილებელია? სხვა გზა არ გაქვს. გაგიდგა ეგეთი ჟამი. მე გავუშვებდი გუგაჭყონიას. რატო? იმიტომ გუგაჭყონიას ნაერები ყრია, ვასაკი უნიკალურია. აგა შენა უფავა მაგალითად, არა? არა, თქვი მართლა რა? გუგას გავუშვებდი. სერიოზულად გუგას. რატო? იმიტომ. კარგი, ნახო. რაღაც უნდა ამას ეხა თქვი კაცი. იმედი გაწითლდება. რა გაწითლდება, თქვი კაცი მორჩე რაღაც უნდა. ვასის ფულალე, ვიტყოდი მაშინ პირდაპირ რა. ვასას. თოკო ჩემი ძმა ხარ. გაჩერდი დებილი ხარ. აბა რა ძმა ძმისთვისაო, არ გავარტყია მან. მართალია რა.
ჩემი მაგრამ ჩვენ ძმები ვართ, ოკო, მაგრამ ყრია ესეთი მუშაკები, რაც მენეჯერად ვარ გა. შენ შეიძლება ღვიძლი არ გიქცე. არც მენეჯერად ვარ გა. გარი, ცი, გონება სხვა, მაგრამ ღვიძლი მაინც აი ეს ღვიძლი და ღვიძლმა არ გავა. არ გავა. ღვიძლმა მოუგო. ღვიძლი და გული ერთმანეთს გადაეს. ღვიძლმა არ გავა. აპარატი მოიტანა. ძმებს მონოპოლია უნდა გქონდეს ერთმანეთის გატანა, აბა რატო? შენ იქით გადაარ. მაინც ვაფასებ შენ თავს ვისაურო. უჯერ ვიტყოდი. შენი შინაგანი სამყარო მესმის რომ სხვა ცალკეა და შენი გონება ერთმანეთთან ჭიდილია, მაგრამ ხოჩა ხთონიკე? არჩუნგი. ჩემი ძმა ხარ ჩემი თქო. პატარა ძმა ხარ. მეგუშ ნუ სპენ. აპარატი ამას მაგნატი ხავს რა ეგ საქციელები და ხალხიც დაგიწერს. აი, ძმობას ეფიცები და აი ეს არის ანუ თურმე მთელი ურთიერთობა. მადლობა ყველას. მადლობა ბეთლაის რომ მოგცა საშუალება რომ ეს სიცრუის დეტექტორი და მისი მართველი ჩვენ სტუდიაში ყოფილიყო. მადლობა თავად მართველს რომ იდეალურად გაართვა თავი მის საქმეს და არ დაგავიწყეთ თქვენ გამოწერა ჩვენი არხის. მართლა 500.000-ზე საოცრებას ვაპირებთ. 500.000 გამომწერზე იხილავთ ნიკა ვასაძეს დედიშობილას. გეყოფა გუგა რა. ხო ვითხარი შე. ახლდა. რატო არა? ახლდა. ერთი შობილა გინდა და საოცარ ვიდეოს შემოგთავაზებთ ისეც როგორც ჯერ აქამდე არ გადაგვიღია მინიმუმ ჩვენზეა საუბარი. კი ბატონო. კარგი იყო. მაგარი უფლები იღვარა, დაიღვარა. იკისერს მომკიდე ხელი გუგა. მომკიდე, ხო, მომკიდე რა. არა, აი კისერში. ჩემი. მაგაში იმიტომ რომ ინერვიული. მგონი დუბლიონკის ბრალია მაინც. შიდა? დუბლიონ კარგად. აღარ მაქვს. ყელის დათმუნების თემა ხო არა? განაპარცია სრულად. ხო, მაგრამ ყელი როგორ დათმუნებული იმით. აბა სადაა? შინ ხო ჩაფენილი. აბა, ჩაო ბამბინოს. კარგად.